თავდაცვის სამინისტრომ კადეტთა კორპუსის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე თვეში ახალ სამხედრო ლიცეუმში 200-მდე მოზარდი მიიღებს განათლებას. სწავლა 3 წლიანი იქნება, სპეციალურად ლიცეუმისათვის კი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობები აშენდება. სად განთავსდება განახლებული კადეტთა კორპუსი და რა ასაკის ახალგაზრდებისთვის იქნება სწავლა შესაძლებელი, ლევან ტაბიძე ამბობს. ეს კადეტთა კორპუსის ძველი შენობა აქვს. სასწავლო პროცესი უკვე რამდენიმე წელიარად შეწყვეტილია და სასწავლებელი გაუქმებული. კადრებით შესაბამისად ახლო წარსულიდანაა. 4 წლის შემდეგ კადეტთა კორპუსის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. რამოდენიმე თვეში ახალ სამხედრო ლიცეუმში 200-მდე მოზარდი მიიღებს განათლებას. ლიცეუმში სწავლა, რომელიც სავარაუდოდ ქუთაისში აშენდება, 3 წლიანი იქნება. სკოლის მოსწავლეები მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში მომზადებას უკვე სამხედრო სასწავლებლებში გააგრძელებენ და ჯარისკაცისთვის საჭირო პირველად უნარჩვევებს შეისწავლიან. ეს იქნება ჩვეულებრივი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მისცემს საშუალო განათლებას, ამავდროულად იქნება სამხედრო დისციპლინები ჩართული სასწავლო პროცესში. ეს მოგცემს ჩვენ საშუალებას, რომ უნარჩვევები, სამხედრო უნარჩვევები შევასწავლოთ ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდან, ვისაც ამის სურვილი ექნება, რა თქმა უნდა, ვასწავლოთ ჯარში ცხოვრების წესი, შესაბამისად გაუჩინოთ ინტერესი ცალკეულ მიმართულებებზე სახეობების. ახალგაზრდები, რომლებიც სკოლაში მზადდებიან და შემდგომში უნდა იმსახურონ შეიარაღებულ ძალებში, ჩააბარონ სამხედრო აკადემიაში, უკეთ მოემზადონ ამისათვის და უკეთ მოხდეს მათი ადაპტირება შემდგომში უკვე სამხედრო სამსახურისათვის. სპეციალურად ლიცეუმისთვის აშენდება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის, სასწავლო, სასადილო და საძინებელი კორპუსები. სამხედრო ლიცეუმის ძირითადი ამოცანა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურისათვის კადეტების მომზადება იქნება. ეს იქნება ძალიან კარგი სკოლა, საგანმანათლებლო სკოლა, უბრალოდ დისციპლინა იქნება იქ უფრო მკაცრი ვიდრე სკოლებშია. იქ არსებობს ყაზარმული რეჟიმიც აუცილებლად, მაგრამ ეს უნდა იყოს საგანმანათლებლო კერა. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, ესე იგი ადრეული ასაკიდან მიუჩიონ დისციპლინას, წესრიგს, ისწავლონ სამხედრო საქმე და შემდეგ თავიანთი სურვილის სამეფ სწავლა გააგრძელონ ან სამხედრო სასწავლებელში, ან სამოქალაქო სასწავლებლებში. ლიცეუმის მსგავსად ისევ აღდგება 4 წლიანი კურსი თავდაცვის აკადემიაში. ახალი პროგრამის მიხედვით კურსანტები განათლებას კვალიფიკაციის მიხედვით მიიღებენ. ქვეითები, ტანკისტები, არტილერისტები და ასე შემდეგ. აკადემიის შენობა კი თბილისიდან გორში გადავა. გორში განთავსდება ასევე განათლების სარდლობა და სერჟანტთა სკოლაც. ჩვენ ამავდროულად ვქმნით, ვცდილობთ რომ შევქმნათ რეალურად თვისობრივად სხვანაირი აკადემია. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც შინაარსობრივი დატვირთვით შესაძლებლობებით, ასე ინფრასტრუქტურული თვალსაჩინო ეს იყოს მართლა სანიმუშო და სამაგალითო აკადემია. ამისთვის ალბათ ყველაზე უფრო შესაფერისი საშუალება ჩვენ გვაქვს გორის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. კადეტთა ლიცეუმს გაუქმებამდე 13 წლიანი ისტორია ჰქონდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილებით ლესელიძის სახელობის სამხედრო ბაზაზე კადეტთა კორპუსი დაარსდა. თუმცა 2005 წლის 29 დეკემბრის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით სასწავლებელი გაუქმდა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ლიცეუმის დახურვის მაშინდელი მიზეზი 800.000 ლარი გახდა, რაც მის ბიუჯეტს შეადგენდა. მაშინ მოსწავლეების დიდმა ნაწილმა საპროტესტო აქციები სამთავრობო შენობებთან გამართა და აკადემიის დაუყოვნებლივი აღდგენა მოითხოვა. მე არ მქონდა იმის ფუფუნება, რომ 800.000 ლარი, რომელიც წლის განმავლობაში იხარჯება ამ სკოლაზე, მომეკლო ჯარისკაცებისთვის და მიმეცა ამ სკოლისთვის. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ ეს გაუქმებული. როგორ ვთქვი, თავდაცვის სამინისტროს არ ჭირდება სათითქად. არავითარ შემთხვევაში. ძალიან შევწუხდით, იმიტომ რომ სწავლა უნდა ადამიანს რა და ბავშვობიდანვე რომ სამხედროსაც სწავლობს ადამიანი, საბოლოოდ უფრო წესიერი ის მომზადება ექნება. კადეტთა ლიცეუმი მრავალ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და ასევე ნატოს წევრ ქვეყნებში, თურქეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს. საქართველოში კი სავარაუდოდ ახალი სასწავლებელი მომავალი წლის შემოდგომაზე, კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ დაიწყებს ფუნქციონირებას.